გაიმახსოვრეთ, მხედართ მთავრებში ყველაზე მაგარი ალექსანდრე მაკედონელია, ხოლო სიმღერაში ალექსანდრა შუბითიძე. მაშასე მივესალმოთ მომღერალი ალექსანდრა შუბითიძე. ვაიმე, მოგზანდით, დედა რა სილამაზე მოვიდა, ჩვენთან გაბზანდით პატივცემულო, როგორ გიგითხოთ? დედა რა ლამაზე, ეს კაბა თქვენ ხომ არ შეკერეთ თქვენი? არა, შეგიკერეს? ძალიან რო გიხდებათ, გითხრათ ვინმე უკვე ამის შესახებ თქვენ პატივცემულო? რას და რა თქვეს, რომ თმასაც უხდებაო ძაანო, ესეც თქვეს? თმებზე ნახე როგორ არ შეგვიძლია. ულამაზესი ადამიანი მოვიდა ჩვენთან. კარგი, საიდან ჩამოხვედი მითხარი ახლა შენ? მარნეულიდან. საიდან? მარნეულიდან. მარნეულიდან, აპლოდისმენტები. სოფელი არის მარნეულში? რა ქვია? საიმერლო. საიმერლო. უიმე ეგეთი რამე პირველად გავიგე. იქ სულ იმერლები ცხოვრობთ? დიახ. რა შესანიშნავი ამბავი, აპლოდისმენტები იმერლებს. ეხლა კარგია რომ მარნეულში არის საიმერლო და ხა იმერეთშიც ხო არ გავაკეთოთ სამარნეულო ეგეთი სოფელი, ჰა? კარგი იქნება, მეგონი არ არის ცუდი იდეა. სამარნეულო დავარქვათ იქ. კი ბატონო. ეხლა მითხარი რითი ხართ იქ დაკავებულები სოფელში? ცხოველი მყავს. რა, რომელიც ცუგა? ცუგა. რა ქვია? მამა ჩემმა დაარქვა მაჩვი. იმიტომ რომ მაჩვისავით იყო და მაჩვი დაარქვა. მაჩვისავით იყო, კი ბატონო. ძაღლი მაჩვი. აპლოდისმენტები. ჩვენ გვყავს ძაღლი მაჩვი. მე სცენარები გააქვთ ხა? მე სულ წავი, იმიტომ რომ რო არ დაჭკნეს, იმიტომ. ანუ შენ დადიხარ ხოლმე და ესეთი სარწყავით უსხავ ასე? თუ შლანგით ვწყავ? შლანგიც გა. შლანგით დედა ჩემი რწყავს და მე. შენ არ განდობენ ეთყობა შლანგს, იმიტომ რომ შეიძლება სახლი გაწუწოს ან რაღაცა დააშავ. ცელკი ხარ? კი. რაღაცნაირად გეტყობა, რომ ცელკი უნდა იყოს შენ. დაან ძმა თუ ყავს შენ? ძმა არა, სამი დამყავს. სამი დაგყავს? დიახ. აპლოდისმენტები. ისინიც ცელკები არიან? დიდები. შენზე დიდები არიან სამივენი? კი. აი, საშუალო. საშუალო, რომელია საშუალო? აი, ეს. აბა, გამარჯობა საშუალო. საშუალო ცელკი გოგონა ყავს, ესე იგი აქ მოსული. კარგი. ეხლა 4 და წარმომიდგენია, რა ვიცი, ეხლა სახში რა ეხმარებით დედიკოს ხო ალბათ რაღაცების კეთებაში. და 4 დამ კი უნდა გააკეთოთ ყველაფერი დედა ჩემი და მამაჩემი ზოგადად სულ ენახში იმუშაობენ და ჩვენ საჭმელებში, სახლის დაალგებაში და ეგ. დედა რა ყოჩაღები არიან, რა მაგარი ამბავია ესა? ახლა მითხარი, შენით გადაწყვიტე რომ გემღერა, უცებ ამღერდი თუ როგორ მოხდა ეგ ამბავი? 4 წლიდან ამღერდი. ვინ გითხრა ეგ არა 4 წლიდან მღეროდი მითხარი შენ? შენებმა გითხრეს, მოგიყვნენ? თუ შენს გახსოვს რომ დაიწყეს ეს? მეც მახსოვს. ჩემი და როცა დედა ჩემი წასული იყო სამსახურში და ჩემ დას უფროს ანა მარიამ როცა მაძინებდა, მაშინ მიმღეროდა და მაგ დროს ამღერდი. რა მაგარი, ესე იგი აღმოაჩინა შენ მადამ რომ შენ მღერი? დიახ. ესე იგი ფაქტიურად, რა ვიცი, აღმომჩენი ყო. პირველი პროდიუსერი ესე იგი შენი და არის, ხო, ესე გამოდის. იცი რა, მე მინდა რომ გავიცნო შენი და, იმიტომ რომ ნახე ესეთი როგორი ადამიანი აღმოაჩინა და ესე იგი როგორი პროდიუსერია და მე ხა ისთვის მინდა იცი რომ დაველაპარაკო, რომ რა თქვენს კონცერტებზე ბილეთებს მაინც გავყიდი ხოლმე, რომ შეიძლება რომ მომაწყოთ რაღაცა და გავაკეთო. კი? დამთანხმდება? რას დამცინი? მითხარი ახლა რას საქმიანობ სიმღერის გარდა შენ? სიმღერის გარდა? რას აკეთებ? მე ვაცხობ, კულინარიით ხარ დაკავებული? რას აცხობ? ზოგადად იტალიურ სამზარეულოს, პასტა და პიცა. აი, ზოგადად იტალიურ სამზარეულოზე ვართ ორიენტირებულები. პასტა და პიცა, აპლოდისმენტების ღირსია ეს ამბავი. შენ დედის გარდა ვინ არიან მოსულები ახლა? დედა ჩემი, ჩემი ბიძაშვილი და მამაჩემი. 4 შვილის მშობლებო, ძალიან დიდი მადლობა, აი ესეთი მაგრები რო ხართ. აი ეს აპლოდისმენტებს იმსახურებს სხვათა შორის. შენ დედას გოგო უფრო ხარ თუ მამას გოგო? დედას რო არ წინოს მამას. ხედავთ, აი ესეთი ამბავი. ეხა იცი რა მინდა? მეც მინდა რომ მოვისმინო ეხლა როგორ მღერი. ძალიან ბევრი კი გამიგია აქაო და ალექსანდრაო მაგრად მღერისო, ძალიან მაგრად მღერისო და დღეს ეხლა მე მგონი გვექნება იმის საშუალება რომ უკვე მოგისმინოთ როგორი მაგარი ხარ. მზად ხარ ამისთვის? უნდა გვიმღერო დღეს? დიახ. მაშასე ჩვენს წინაშე წარდგება ალექსანდრა შუბითიძე.
შესანიშნავი შესრულება იყო აპლოდისმენტების თანხლებით ალექსანდრა შუბიტიძე იყო დღეს ჩვენი სტუმარი. როგორ მომწონს ეს ყველაფერი? ბუშტები მინდა წავიღო სახლში მე, მაგრამ შენ რა უნდა წაიღო თუ იცი? საჩუქ რები. კი ბატონო და ეხლა პირველი ვინ მობრძანდება? ფაგი. ფაგიო მობრძანდება ჩვენთან საჩუქრით. აი, ეს შესანიშნავი ნაკრები ფაგების, იმისათვის რომ არც გაციება და რა თქმა უნდა არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, ჩვენთან უნდა მოვიდეს ლოკომოკოს ლომი. აი, ესეთი შესანიშნავი საჩუქრები გვაქვს. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით დავაჯილდო და მადლობა უთხრა ჩვენ სტუმარს ალექსანდრა შუბიტიძეს.